საღამო მშვიდობისა Reopen Medis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა ჩვენ მუშაობ სომხეთის რესპუბლიკისთვის და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. დღევანდელ გამოშვებაში იხილავთ. სტრატეგიული პარტნიორობა ლონდონსა და ერევანს შორის რა საკითხები განიხილა ბრიტანელმა მინისტრმა სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებთან და როგორია ვაშინგტონის შეთანხმების შემდგომი მოლოდინები. ტრამპის გზა ნახიჩევანისკენ ილჰამ ალიევი პროექტის განხორციელებაში ამერიკელი ინვესტორებს ელოდება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩართულობა წარმატების გარანტია. ტრამპის ეკონომიკური ომი პუტინის წინააღმდეგ თეთრი სახლის ლიდერი მოსკოვს ახალი მძიმე სანქციებით ემუქრება თუ უკრაინაში ომი არ შეწყდება. დაპირისპირება სომხეთის გენოციდის მემორიალის გარშემო რატომ გამოიწვია სარემონტო სამუშაოებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ერევანში სომხეთი დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი გამართეს. მხარეები ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაზე შეთანხმდნენ. ბრიტანელი სახელმწიფო მინისტრი მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულ პერიოდს ემთხვევა. ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური პროექტებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას. სტივენ დაუთი ასევე შეხვდა უშიშროების საბჭოს მდივანს ქალაქ დილიჯანში გამართულ სამუშაო საუზმეზეც. უშიშროების საბჭოს მდივანმა პროექტ მშვიდობის გზა ჯვარედინის მიერ შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელმა სახელმწიფო მინისტრმა ასევე მოინახულა სომხეთთა გენოციდის მემორიალი, სადაც გვირგვინით შემკო მემორიალი ყვავილებით დადო მარადიულ ცეცხლთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. გენოციდის მუზეუმ ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ მემორიალური კომპლექსი დაზიანებული ფილებით მაღალი რანგის სტუმრებს არ უნდა ხვდებოდეს. სომეხთა გენოციდის მემორიალური კომპლექსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა საზოგადოებაში კამათი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ეჭვიც კი გამოეთქვა, რომ რემონტი მომავალი წლის 24 აპრილამდე გაჭიანურდება. კომპლექსის მოქმედი დირექცია რემონტს აუცილებლად მიიჩნევს. წიწერნაკაბერდის კომპლექსის ერთი შეხედვით დანგრეულმა კედლებმა დისკუსიების მღელვარე ტალღა გამოიწვია. ბევრს არ ესმის თუ რა რემონტზეა საუბარი, ნაწილს კი გონია, რომ კედლებს ანგრევენ. მოდით ერთად გავერკვეთ თუ რა ხმაური გამოიწვია მემორიალის კაპიტალურმა რემონტმა. თითქმის 60 წლის მემორიალში კოსმეტიკური რემონტი წარსულშიც ჩატარებულა. სვეტების ქვები წყლისგან დაზიანდა. სცადეს გამაგრება, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ სრული რემონტი იყო საჭირო, ამბობს სომეხთა გენოციდის მუზეუმ ინსტიტუტის დირექტორი ედიტა გზოიანი. რადგან ბაზალტს, როგორც ქვას, აქვს ისეთი თვისება, რომ ფოროვანია და მთელ წყალს შიგნით ისრუტავდა. დაშლის პროცესი დაიწყო და ქვებმა გადაადგილება დაიწყეს. 800 მილიონი დრამის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსებით სამშენებლო სამუშაოები გასული წლიდან დაიწყო, თუმცა როდის დასრულდება ზუსტად ვერ ამბობენ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ კომპლექსი მომავალი წლის 24 აპრილისთვის ვიზიტორებისთვის გაიხსნება. ორი თვე რემონტი მიმდინარეობს, ორი თვე ხალხი მოდის, ორი თვე ჩვენ ოფიციალურ დელეგაციებს ხვდებით. ასე გავაგრძელებთ. თუნდაც ეს წარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იყოს, ხალხს მშვიდად, ისევე როგორც დღეს, 24 აპრილსაც შეიძლება მოსვლა და პატივის მიგება ჩვენი მსხვერპლისთვის. სომეხთა გენოციდის მუზეუმ ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ჰაიკ დემოიანი სამშენებლო სამუშაოების მასშტაბს გაუმართლებლად მიიჩნევს. აზრი არ ქონდა საყრდენების დახრილი პანდუსების გარე მოსაპირკეთებელი ფილების ასეთი ვანდალიზმის მსგავსი ფორმით აყრასა და გვერდზე გადაყრას. პრობლემა სინამდვილეში შიდა ნაწილში, პირველი და შესაძლოა მეორე რიგის მოსაპირკეთებელ ფილებში იყო. გარე ნაწილს წყლისგან დაცვა არ სჭირდება. თავისი სიმძიმით, ბეტონის საყრდენზე დაყრდნობით, დახრილობა ისედაც უზრუნველყოფს წყლის გადინებას. მთელი სამუშაო უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული შიდა ნაწილის ორი რიგის შეცვლაზე. დანარჩენთან პრობლემა არ გვექნებოდა. დემოიანის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მშენებლობა ღიად მიმდინარეობს, ანუ ვიზიტორებს კომპლექსი ამ მდგომარეობაში არ უნდა ენახათ. ის ამბობს, რომ წიწერნაკაბერდი სომეხი ხალხისთვის წმინდა ადგილს გავს და მისი ამ მდგომარეობაში ნახვა სწორი არ არის. სარემონტო სამუშაოებს ზედამხედველობს კომპლექსის ერთ-ერთი არქიტექტორი საშურ ქალაშიანი. სპეციალისტი რემონტს გამართლებულად მიიჩნევს, რადგან სვეტებში ნესტისგან დაშლა იყო დაწყებული.
უკვე თითქმის 6-10 წლეულია ამიდის პირობების მიუხედავად 24 აპრილს წიწერნა კაბერდის გორაკს თითქმის 1 მილიონი ადამიანი სტუმრობს. 1965 წლის 24 აპრილს გენოციდის 50-ე წლის თავზე ერევანში დიდი დემონსტრაციები გაიმართა. სწორედ იმ წელს პირველად აღინიშნა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სომეხთა გენოციდის 50-ე წლის თავი. იმავე წელს დაიწყო და 2 წლის შემდეგ 1967 წელს დასრულდა გენოციდის მემორიალური კომპლექსის მშენებლობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ალ-არაბიასთან ინტერვიუში ისაუბრა ტრამპის გზაზე და განაცხადა, რომ ნახიჩევანის მიმართულებით გზის მშენებლობა შესაძლოა ამერიკელმა ინვესტორებმა გაახორციელონ. ალიევის თქმით, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზანგეზურის დერეფანს თავისი სახელი უწოდა, ის დარწმუნებულია, რომ პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, კერძოდ რკინიგზას, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მეტი გამოცდილება აქვს და პროექტს 1 წელიწადში დაასრულებდა. მაშინ, როდესაც სომხეთს შესაძლოა წლები დასჭირდეს, თუმცა მისივე თქმით, მშენებლობამ დიდი დრო არ უნდა წაიღოს, რადგან მარშრუტის სიგრძე სულ 42 კილომეტრია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ამ მარშრუტზე მგზავრთა უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. ამერიკული ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Policy ვრცელი სტატიით გამოეხმაურა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ჟურნალის თანახმად 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა გადამტეხი იყო, რადგან შეთანხმებამ გზა გაუხსნა რეგიონული ვაჭრობისა და ინვესტიციების განბლოკვას, ასევე გააძლიერა შეერთებული შტატების როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსი. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სრულფასოვანი სამშვიდობო თანხმება 2026 წლის ბოლოს თვის გაფორმდება და რატიფიცირდება, რაც სამხრეთ კავკასიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს არ შეაჩერებს. ტრამპმა მოსკოვს მძიმე ეკონომიკური ომით დაემუქრა და ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლას ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ეწირება. ეს ტრამპის პირველი მუქარა არ არის. ივლისის ბოლოს მან მოსკოვს 50 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც მოგვიანებით 12 დღემდე შეამცირა. თუმცა 15 აგვისტოს ალასკაზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეფასებით ტრამპის ძალისხმევას უკვე მოყვა შედეგი. ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის თქმით, მართალია ომის დასრულება შესაძლოა კიდევ 6 თვე დასჭირდეს, მაგრამ რუსეთი უკვე წავიდა მნიშვნელოვან დათმობებზე. კერძოდ, ვენსის განმარტებით მოსკოვი, როგორც ჩანს, აღარ ესწაფრის კიევში მარიონეტული მთავრობის დასმას და თანახმა უკრაინაში გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიანიჭოს. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სიკვდილით დასჯის აღდგენის სურვილი გამოთქვა და მას ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის ეს ზომა 10 წლეულების წინ გაუქმდა, ამავე დღეს მან მომღერალ თეილორ სვიფტს და სპორტსმენ ტრეივის კელასის ნიშნობა მიულოცა. ტრამპის მმართველობის პერიოდში მისი უჩვეულო და ხშირად მოულოდნელი განცხადებები ჩვეულ მოვლენად იქცა. რატომ იყენებს ის გეოპოლიტიკურ საკითხების მოსაგვარებლად ეკონომიკურ გარიგებებს და რა არის მისი წარმატების საიდუმლო? ამ თემაზე ჩემი კოლეგა მონიკა ჰაიროიანი ისაუბრებს. დონალდ ტრამპის ფიგურა წინააღმდეგობრივი და მრავალშრიანი ამერიკული წარმატების ისტორიის საინტერესო და გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, სწრაფვით, რისკებითა და სკანდალებით სავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ის იმიგრაციისადმი თავისი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი, მისი საკუთარი ისტორია ევროპიდან ჩასული იმიგრანტებით იწყება. ტრამპის პაპა, ფრიდრიხ ტრამპი, გერმანიის ქალაქ კარლშტატიდან იყო და 1885 წელს 16 წლის ასაკში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ნაბიჯს ბევრი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას უკავშირებს, რადგან მან გერმანია გაწვევის ასაკში დატოვა. ბავარიის ხელისუფლება მას დეზერტირად მიიჩნევდა და მოგვიანებით გერმანიაში დაბრუნების თხოვნაზე უარი უთხრა. ტრამპს არასდროს დაამალავს თავისი ევროპული ფესვები, თუმცა ხშირად ამჯობინებს ხაზი გაუსვას თავის შოტლანდიურ წარმომავლობას დედის მხრიდან, ვიდრე მამის გერმანულს. დონალდ ტრამპი ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, ფრედ ტრამპი, უძრავი ქონების წარმატებული მაგნატი იყო, რომელიც ნიუ-იორკის საშუალო კლასისთვის საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა და მართავდა. თუმცა ახალგაზრდა დონალდის მიზნები გაცილებით ამბიციური იყო.
ის მანჰეტენის გულში მდიდრული ცათამბჯენების აშენებაზე ოცნებობდა. ეს ოცნება რეალობად იქცა ტრამპ ტავერის მშენებლობით, რომელმაც მას დიდი აღიარება მოუტანა, ხოლო მოგვიანებით ატლანტიკ სიტიში გახსნილმა კაზინომ ტრამპ ტაჯ-მაჰალმა ის მილიარდერად აქცია. თუმცა მისი საქმიანობა ფინანსური სირთულეებისგან თავისუფალი არ ყოფილა. ტრამპის კომპანიებმა 6-ჯერ განაცხადეს კორპორატიული გაკოტრების შესახებ, თუმცა ამას ის ბიზნეს სამყაროდან არ გაუგდია, რადგან ეს პირადი გაკოტრება არ ყოფილა. უძრავი ქონების გარდა ტრამპმა ძალები სხვა სფეროებშიც სცადა. 1999 წელს მან გამოუშვა მონოპოლიის მსგავსი სამაგიდო თამაში, მანამდე კი ამერიკული ფეხბურთის გუნდიც კი იყიდა, New Jersey Generalsი, რომელმაც თუმცა დიდხანს ვერ იარსება. პრეზიდენტობამდე ტრამპმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია გასართობ სამყაროში. 2004 წელს დაწყებულმა რეალიტი შოუმ The Apprentice მას ეროვნული მასშტაბის ტელევიზიო ვარსკვლავად აქცია, ხოლო მისი ფრაზა "შენ გათავისუფლებული ხარ, you are fired" ფრთირამ ფრაზად იქცა. I think that is so stupid for you to say, you're fired. Okay. Go. All right. Terrible. ამ შოუში მიღწეული წარმატებისთვის მან 2007 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიიღო. ტრამპს ასევე მრავალი ეპიზოდური როლი აქვს ნათამაშები ფილმებში, მაგალითად სერიალში მარტოს სახლში. Excuse me, where's the lobby? Down the hall and to the left. Thanks. წლების განმავლობაში ის ასევე იყო სილამაზის კონკურსების, მის სამყარო და მის აშშ მფლობელი, რითაც ფუფუნისა და წარმატების სიმბოლოს თავის იმიჯს იმკვიდრებდა. ტრამპს პირადი თვითმფრინავები აქვს, რომელთაგან ცნობილია ბოინგი 755, მოუქითროული მოწყობილობებით, ლյուქს კლასის საზდორლებით და პირადი კაბინეტით. ტრამპი ასევე ძვირფასიანი მანქანებისა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია. თუმცა ფუფუნებთან ერთად მას მრავალი უნიკალური ჩვევაც აქვს. ტრამპი აბსოლუტურად ფხიზლია და ძირებით არ მიღვია ალკოჰოლი, კავა ან თეი, მისი უფროსი ძმის ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ტრაგიკული ისტორიის გამო. I moved on her actually. You know, she was down on Palm Beach. I moved on her and I failed. I'll admit it. ის ასევე გერმოფობიითაა შეპყრობილი. მიკრობების შიში აქვს, რის გამოც თავს არიდებს ხელის ჩამორთმებას და ხშირად სწრაფ-კვებას ანიჭებს უპირატესობას, მაგალითად McDonald's, რადგან მას უფრო სასაფრთხოდ მიიჩნევს. ტრამპის სახელი ხშირად ფიგურირებდა სხვადასხვა სკანდალის ეპიცენტრში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოქვეყნდა Access Hollywood-ის ჩანაწერი, სადაც ის ქარებზე შეურაცხყოფელი გამონათქვამები აკეთებდა. კიდევ ერთი დიდი სკანდალი კი მსახიობი სტორმი დენიელის გვაკავშირდებოდა. დენიელისი ამტკიცებდა, რომ 2006 წელს ტრამპთან რომანი ჰქონდა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს დუმილის სანაცვლოდ $120,000 გადაუხადეს. თავისი პოლიტიკური კარიერა ტრამპს არაერთხელ იყო წარდგენილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებისთვის. ის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც შეუერთდნენ. 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადეს, რომ ნობელის კომიტეტს ერთობლივი განაცხადით მიემართებოდნენ დონალდ ტრამპის მშვიდობის პრემიის მინიჭების თხოვნით. ორი ქვეყნის შორის მშვიდობის დამყარებაში მისი ძალისხმევისთვის ალიევმა კერძოდ აღნიშნა, რომ ტრამპი დამდივად იმსახურებს ამ პრემიას სასწაულის მოხდენისათვის. თავად ტრამპი არ მალავს, რომ დიდად სურს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება და თავს მშვიდობის პრეზიდენტად მიიჩნევს. ეს მისწრაფება, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობრივ რეაქციაც იწვევს მისი პერსონის გარშემო არსებული მრავალი დავისა და სკანდალის გავითვალისწინებით. შეერთებული შტატების 45 და ამავდროულად 47 პრეზიდენტი ასევე თავისებული ნარცისიზმით გამოირჩევა. ის პერიოდულად ბაიბანებდა თავის წინამორბედი ბაიდენის, იმის როგორ იკარგებოდა ის თეთრი სახლის პრეს-ოთახში, ან ესალმებოდა ჰაერს, უყვარს თავისი თითოეული წარმატება ცეკვით აღნიშნა და ბოლო საარჩევნო კამპანიაში ზესახელმწიფოს მომავალი ლიდერის საკითხის შემთხვევაც მოდეწყო. 2024 წლის 13 ივლისს ქალაქ ბატლერში გაჟღერებულმა დასროლამ ამ რომელმაც მას მარჯვენა ყური დააზიანა, მის ზურგის უკან მდებარე რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერი იმსხვერპლა და მთელი მსოფლიოს გაზეთების პირველ გვერდებზე და ტელეეკრანებზე მოხვედრილმა ამ ფოტომ თეთრ სახში დააბრუნა წარმატების 79 წლის ისტორიის გმირი. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.